დღეს ვაპირებ რომ 24 საათი გავატაროთ ჩემ ახალ ავტომობილში. ეს იქნება ძალიან რთული გამოწვევა, იმიტომ რომ სიცივესთან შებრძოლება მოგვიწევს. შიმშილთან. ტუალეტთან შებრძოლება, იმიტომ ტუალეტის არ გვექნება. მოდი მაგაზე მერე ვიდადოთ. ეხლა ჩავხტეთ მანქანაში და დავგაზოთ ჩორს, იმიტომ რომ ცივა, ძალიან ცივა. პირველ რიგში აუცილებლად მანქანა უნდა გავრეცხო. პატარა ოფროადზე ვიყავი გასული და მევედით. პატარა ოფროადზე გავდივარ რა, ეხლა ხო ხდებით. ჩემი მანქანა მაინც ოფროად ბისტია და რამე რომ ამიტომ არ უნდა ყავდოთ ესეთი ოპერატორი. რა გვანახე წინდა რაჭისო. სწორედ ამ დროს წავაწყდით ივას პირველ კანონს. არასდროს არენდოთ გიორგის. სანამ ჩელენჯს დავიწყებ, შობია რომ ეს ყველაფერი გავწმინდო. Anxiety, filling up every space, no privacy. And silently, it could build and build until you finally see. Whoa, it's taking. Kapiani, es mehmareba თავისი ძველი. ამას ფიაც მაკაცობა, მადლობა გიო. Nova, damn no closure, moving closer. ცოტა გავწუწეთ მანქანა, ცოტა გავათეთრე. ეხლა რო უფიქრდები ცოტა ცუდად მეც ეს ყოველივე და მეც კაცი. ოდნავ. მეც მაგარი მიწული ვარ. I don't wanna feel the stuck under the rug, all my problems that I shove. I got nightmares in my head, I fear that the thoughts build up until I can't hear. Okay, მალე მივართ უკვე ჩვენ დანკინთან. გზა მშვენიერი გზის გამოვა მოგვიწია. ცოტა დაგვაღამდა სავით ამასობაში. ესეთი ლამაზი ადგილების გავლა გვიწევს რა. არა, რაც მართალია. ძალიან ლამაზია მთლიანი შიდა კარტი. მოეხნე და მართლა მომცემ საშუალებას. შეგვეთა გავაკეთო. რომ მითხავს ხა დავაი. იმედია მაგას არ გვეტყვის. თორე დავერხევა. ცოტა გაწვენა პრინციპში. შია. მოკლედ, სადაც არის უკვე ჩავალთ. ბორჯომი წარმოვიდგინეთ ერთ ვიდეოში იმდენად უსაქმურად ვიყავი რომ სურამიდან ჩამოვედი ხაშურში და ხაშურიდან ჩამოვედი ბორჯომში რისთვის კონტაქტებისთვის ვისო გეხვედები შენ მაინც დამასპონსორები ვისო გიძიან აიყოთ რა ვინმე რა დაგიჭავე მოვედით დანგიქა ეხლა როგორ ვფიქრობ ისე რომ გამოგიდეს ეგ გამარჯობა კიდევ ერთხელ შეიძლება დიდი მადლობა. ახლა გავდივით. გავაკეთე. ვაიმე ჩემი ეს რა იყო? მაგარი კატასტროფა იყო. ცოტა კი გაუკვირდა. ვინც მუშაობდა, მაგრამ დიდი მადლობა გაგებისთვის და დახმარებისთვის. ეხლა მოდი გავუყვეთ ბორჯომის გზას. სულ რაღაც 15 წუთში ჩვენ ჩავედით ბორჯომში. მაგრამ ბორჯომის ლამაზი ხედების დათვალიერება მხოლოდ მანქანით შემეძლო. ამიტომაც გადავწყვიტე დიდხანს არ გავჩერებულიყავი, რადგან გული არ დამწყდებოდა. და უსაქმრობის ფონზე აღმოვაჩინე, რომ მაგიას ვფლობ. ვცდილობთ რომ დავაპარკოთ. ეგ არის იპოვა და აქ უკვე ოპერატორი უნდა გაუშვა. შეიგეზე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აბა დააპარკინგე, მიდი, ეს არის მაგია. ნახე წინ რა ხდება, ჩემ მაქავს ვეტაგები. ეხა წინ. წავედი. მე მაგიკოს ჩემი გადაირბინე და ვიყიდე შეიგი თუ შეიძლება. მომიტანა ჩემი ქოქოსი, ჩემმა ოპერატორმა, ჯიგარი ოპერატორი ხარ, მადლობა. ეხა დავუშვები ისო სურამში რა საქმე მქონდა. ძალიან დავიღალე თან ამასობაში. წვიმაც მოესრო. ცოტა დაღამდა კიდევაც ხო, ანუ რა უბედურება, რა მინდოდა, მაგრამ თქვენთვის ხო იცით არაფერი არ მენანება და თქვენც არ დაინანოთ subscribe-ები. თხოვთ. ძალიან. იმათ.
ცოტა არ იყოს უკვე მომშივდა, ხო და მოდი ჩვენც ამოვირჩიო. ერთი დონატი ამოვირჩიოთ და გავსინჯოთ დავაგემოვნოთ. არა, დანკინის დონატები მე ძალიან მიყვარს, მაგრამ დანკინს არ უყვარვა. მარტივად გეტყვით რომ ძალიან დავიღალე უკვე ჯდომით. პრინციპში უკვე შემიძლია რომ დავწვე და ეგ ცოტა რთული არ იქნება? იქნება, მაგრამ რაიმე უნდა ვიჩაჯოთ. ახლა ვეცდები რომ უკანა სკამები გადმოვწიო და პატარა ლოგინი მოვაწყო უკან. ამ ეტაპს ვიღებ უკვე სახში. სახში რა. ეზოში. იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ წავალ ახლა სხვაგან. დღეს დილით თოვდა, მერე წვიმდა, მერე მზე იყო და ბოლოს რაღა ჩემი იყო. შეუძლო რა იფიქრე. მოდი პირველ რიგში შუქი ავანთოთ. ეგ არის, 4-ვე შუქი გვაქვს. ახლა მოდი გავწიოთ ეს კამი. ოპა. რო მეტი სივრცე გქონდეს უკან. ოკეი, უკვე უკან ვარ. ახლა მოდი გადამოვწიოთ კამი. როგორი წეოდა? ეგ არის. ეგა. რა თუ არ ჩადის? ოკეი, იყოს ესე. ეს არის ჩემი პატარა ლოგინი დღეს. როგორმე დავიძინებ აქ. უკვე პატარა ლოგინი მზად არის. მაგრამ ერთი რაღაც დამჭა სათქმელი. დღევანდელი ჩვენი სპონსორი არის ჯეტი. ჯეტი არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თბილისში იქირაოთ სკუტერები, ელექტროსკუტერები და თუ გამოიყენებთ ამ პრომოკოდს, ამ შემთხვევაში თქვენ დაგერიცხებათ 50%-იანი ფასდაკლება ჯეტის შემდეგ 3 რაიდზე. მადლობა ჯეტს, იმიტომ რომ ჯეტის საშუალებით ვიღებთ ესეთ ვიდეოებს. და მადლობა თქვენ, იმიტომ რომ თქვენი საშუალებით ვდებ ესეთ ვიდეოებს. და მადლობა ივას, იმიტომ რომ ესეთ კვერცხობას აკეთებს. ხამე რო შემცივდეს, რა მოხდება? ივას კანონი ნომერი 2. ნუ დაითარსავ თავს, გთხოვ. ძალიან ცივა უკვე. 2 საათია ჯერ არათა. ეს შუქი დამიტოვეს ხამე რო არ შეგეშინდესო. რაღაც პოჩი სწორი გადაწყვეტილებაც იყო, თორე გონი მანქანა უნდა დავქოქოთ, რომ ცოტა გავთვეთ, თორე ესე დიდხანს ვერ გავქაჩავ. შედარებით ვეშველა. სავარძლის ხათბობა დაილოცოს ვინც მოიგონა. ხვალამდე რა გაძლე? ვიცი დაუჯერებელია. ოდნავაც არ მეტყობა, მაგრამ ამ წამს გავიყვიცე. ხაშურში ვარ ჩამოსულ და აღმოაჩინე რომ ვიღაცას ჩემს საპატივსაცემლოდ ივა დაუწერია აქ. მებია ჩემი ჩამოვყანე ხაშურში სამსახურში. მე არ ვიცი რა გავაკეთო. ბიძაშვილმა მთხოვა დავდგეთ და კაკრას Camry XL 2015-იანს დაუდგებით ეხლა ჩვენ. ჯერჯერობით დახურულ გზად ითვლება, აქ ავტომობილები არ დადიან და შესაბამისად გვაქვს იმისი შანსი, რომ ყველანაირი რისკის გარეშე დავდგეთ და აუცილებლად ყველას მაგას გირჩევთ, რომ ქუჩაში არ იგაზაოთ, ხალხნავალ ადგილში არ იგაზაოთ, არ ასწორებს ვაფშე და პირიქით ეგ უფრო ტეხავს. აი, ჩვენ კი მოვედით ამ ადგილას ამასობაში, სადაც შეგვიძლია, რომ შვიდად წყნარად დავდგეთ. უნდა აქ წავალთ. ოკეი. აბა ბევრი რამე გადაწყდება ახლა. ნოლიდან? ясня როაგო პროეგრია ეგრეა და არ ხედა. ოკეი, მოდი ახლა ერთი ეს შევცადოთ და საკმარისი იქნება. ნამდვილად საკმარისი იქნება და აზრი არ აქვს. პრიუსის მოყვება სხვათა შორის. აბა პრიუსი თუ გაგვასწრებს. აზრი არა დავასწარ და მაღლებში მეწევა ხო. აი ეს დავასწარ. დავწიოთ 30. დაჯე დაუგვიანე.
არა მაღლებში მოვა მაღლებში მოახდა მოვა შენ კი შემოგებლები შენ მენუ შემედრები უკვე ცოტა ცუდად ვარ აღარ მაქვს თავიო აღარ მინდა არაფერი არაო ავიღალე ღმერთს რა დავაშავე აღარ მინდა არაფერი ძალიან დამღლელი დღე იყო მაგრამ უკვე მაქვს იმის უფლება რომ ესე გადმოვიდე კატასტროფულად რთული ვახჩი და დამღლელი დღე იყო მე ასე აღარ მინდა აღარ ვისაღამოს დამშვიდობების თავიც აღარ მქონდა ისე ცუდად ვიყავი და ძალიან გთხოვთ არ კი გამოიწერეთ რომ დამიპასდეშ რომ აქ გთხოვთ